წირვაზე დგომი ადამიანი რო არ ეზიარება ცოდვა ეს. მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ ყველა შემომსვლელი ეზიარებს. რა თქმა უნდა, მზიარებელ ადამიანს სპეციფიური შინაგანი წყობა და მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. ის უნდა იყოს ერთგვარად მართალი და წმინდა. წმინდათა თუ წმინდა ხარ და მართალი ეზიარები, ოღონდ არა შენით წმინდა და შენით მართალი, არამედ ღვთისნებით მარცხოვრებელი ადამიანი, რომელიც მუდამ აიძულებს საკუთარ თავს ღვთისნების აღსრულებელი იყოს. ქრისტეს თვალებით უყუროს სამყაროს მუდმივ იძულებაში და ბრძოლაშია, ასეთი ადამიანი არის ის, ვინც უნდა ეზიარებოდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვახსოვდეს, როცა გესმის, მიიღე და ჭამებ და შენ ამბობ, არ მინდა, ან ღირსი არა ვარ. და რას ნიშნავს ღირსი? როდის უნდა იყოს ღირსი? ვითი უნდა იყოს ღირსი? ეს არის ძალიან სერიოზული საქმე. ამაზე დიდი სერიოზული საქმე, რომ ქრისტეს უერთდებით აქ, არა გვაქვს, იმიტომ რომ აი ამით გრძელდება ეკლესიის, როგორც ქრისტეს მისტიკური სხეულის აღშენებლობა, და ამით ვაკეთებ ჩვენ იმ საქმეს, რომელიც საქმითაც გრიგოლ ხანძთელმა საქართველოს შექმნა და გადაარჩინა.